ბიბლია გასაოცრად პრაქტიკულია ფინანსებთან დაკავშირებით. ის არგმობს ფულის არსებობას, მაგრამ მკაცრ გაფრთხილებებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მას ადამიანის გულის შეცვლა. ყველა ბოროტების ფესვი. რადგან ვერცხლის მოყვარეობა ყოველგვარი ბოროტების ფესვია. რადგან ზოგიერთები მისი სურვილით განუდგნენ რწმენას და მრავალი მწუხარება დაიტეხეს თავს. 1 ტიმოთე 6:10. ეს ფრაზა ხშირად არასწორად არის ციტირებული და ამტკიცებენ, რომ ფული თავად არის ბოროტება. თუმცა მოციქული პავლე ხაზს უსვამს, რომ პრობლემა ვერცხლის სიყვარულშია, ანუ ფულის ვნებიან სიყვარულში. ფული ნეიტრალურია, ეს არის იარაღი, ცეცხლის მსგავსად, რომელსაც შეუძლია სახლის გათბობა ან მისი დაწვა. ბოროტება იბადება მაშინ, როდესაც ფინანსები საშუალებიდან მიზნად, მსახურიდან ბატონად გარდაიქმნება. როდესაც ადამიანი მატერიალურ მოგებას მორალურ პრინციპებსა და ღმერთთან ურთიერთობაზე მაღლა აყენებს, მისი პრიორიტეტები დამახინჯდება. რწმენისგან გადახვევა, რომლის შესახებაც პავლე წერს, შეუმჩნევლად ხდება. მოგებისკენ სწრაფვა იწყებს ადამიანის გრაფიკის, მეგობრების არჩევისა და ეთიკური კომპრომისების კარნახს. საბოლოო ჯამში სიხარბე სულს ანადგურებს. ტექსტში ნახსენები მრავალი მწუხარება ეხება არა მხოლოდ გარეგან პრობლემებს, არამედ შინაგან შფოთვას, შურს და მუდმივ უკმაყოფილებას. ჭეშმარიტი კეთილდღეობა იწყება იმის გაგებით, რომ მატერიალური სიმდიდრე ვერ შეავსებს სულიერ ვაკუუმს. მნიშვნელოვანია შეგეძლოთ ნივთების ფლობა ისე, რომ მათ არ მისცეთ უფლება, რომ თქვენს დაიპყრონ. 2 ბატონის მსახურების შეუძლებლობის შესახებ. ვერავინ ემსახურება 2 ბატონს, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს მიენდობა და მეორეს დაამცირებს. ვერ ემსახურებით ღმერთს და მამონას. მათე 6:24. იესო აქ იყენებს სიტყვა მამონას სიმდიდრის განსახიერება იმის საჩვენებლად, რომ ფული ჩვენს ცხოვრებაში იგივე როლს ასრულებს, რასაც ღმერთი უსაფრთხოების, იდენტობისა და ძალაუფლების წყარო. აქ მსახურება გულისხმობს გულის ერთგულებას და ნების მიმართულებას. შეუძლებელია ერთდროულად ენდო ღმერთს, როგორც შენს მფარველს და დაეყრდნო მხოლოდ საბანკო ანგარიშს, როგორც მომავლის ერთადერთ გარანტიას. კონფლიქტი არჩევანის მომენტებში წარმოიქმნება. როდესაც პატიოსნება ღვთაებრივი პრინციპი ხელს უშლის მოგებას მამონას ინტერესებს, ადამიანი იძულებულია აირჩიოს ერთი ბატონი. ისინი, ვინც ფულს ემსახურება, ბაზრის რყევებისა და დანაკარგის შიშის მონები ხდებიან. ისინი, ვინც ღმერთს ემსახურება, ფულს იყენებენ, როგორც რესურსს კეთილი საქმეებისთვის, შინაგანი თავისუფლების შენარჩუნებით. იესო არ ამბობს, რომ ფული არ უნდა გქონდეს, ის ამბობს, რომ მან არ უნდა დაიპყროს ჩვენი გულები. ჭეშმარიტი რწმენა მატერიალური დიქტატებისგან ავტონომიას მოითხოვს. სიმდიდრე და ნემსის ყუნწი. და კიდევ გეუბნებით თქვენ, აქლემისთვის უფრო ადვილია ნემსის ყუნწში გავლა, ვიდრე მდიდარისთვის ღვთის სასუფეველში შესვლა. მათე 19:24. ეს მეტაფორა მკაცრად ჟღერს, მაგრამ ის ასახავს დიდი სიმდიდრის ფსიქოლოგიურ ხაფანგს. მდიდარი ადამიანის პრობლემა არა მისი აქტივებია, არამედ თვითკმარობა. რაც უფრო მეტი რესურსი აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებად გრძნობს ის ღმერთის საჭიროებას. სიმდიდრე ქმნის ცხოვრებაზე კონტროლის ილუზიას, როგორც ჩანს, ნებისმიერი პრობლემის ყიდვა შესაძლებელია და ნებისმიერი კარის გაღება შესაძლებელია. ეს თავდაჯერებულობა კეტავს ღვთის სასუფევლის კარს, რომელიც მოითხოვს თავმდაბლობას და სულიერი სიღარიბის აღიარებას. არსებობს თეორია, რომ ნემსის ყუნწი იერუსალიმის ვიწრო კარიბჭეს გულისხმობდა, რომლის გავლითაც აქლემს მხოლოდ მუხლებზე და ტვირთის გარეშე შეეძლო გავლა. ეს შესანიშნავი ილუსტრაციაა, ღვთის თანდასწრებით შესასვლელად ადამიანმა უნდა დაივიწყოს სიამაყის ტვირთი და დაიჩოქოს. სიმდიდრე ხშირად მძიმე ტვირთად იქცევა, რომლის დატოვებისაც ადამიანებს ეშინიათ. იესო გვახსენებს, რომ ხსნა არის საჩუქარი, რომლის ყიდვა შეუძლებელია და სწორედ ეს აზრია ყველაზე რთულია სატანი მათთვის, ვინც ყველაფრისთვის გადახდას არის მიჩვეული. განძი ზეცაში. ნუ დააგროვებთ თქვენთვის განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ანადგურებს და სადაც ქურდები ძარცვავენ და იპარავენ. არამედ დააგროვეთ თქვენთვის განძი ზეცაში. მათე 6:19-20. იესო მიუთითებს მატერიალური ინვესტიციების ფუნდამენტურ არასანდოობაზე. ნებისმიერი მიწიერი ვალუტა ინფლაციისკენაა მიდრეკილი, იქნება ეს ფიზიკური კოროზიის ჟანგი თუ სოციალური არასტაბილურობის ქურდების გამო. მხოლოდ მიწიერ ნივთებში ინვესტირება წამგებიანი სტრატეგიაა, რადგან თქვენ ვერაფერს წაიღებთ თან. ქრისტე გვთავაზობს ალტერნატიულ ეკონომიკას, დროებითი მიწიერი რესურსების მარადიულ ფასეულობებად გარდაქმნას. განძი ზეცაში არის კეთილი საქმეები, წყალობა, სიყვარული და გაჭირვებულთა დახმარება.
როდესაც ჩვენ ვაძლევთ, ჩვენ არ ვკარგავთ, არამედ გადაგვაქვს კაპიტალი იმ სფეროში, სადაც ის მარადიულია. ეს არის მოწოდება სტრატეგიული აზროვნებისკენ. ბრძენი ინვესტორი ინვესტირებას ახორციელებს იქ, სადაც რისკები მინიმალურია და შემოსავალი მარადიული. მხოლოდ დაგროვებაზე ორიენტირებული ცხოვრება შფოთვითი ხდება, რადგან ის მოითხოვს დაგროვილის მუდმივ დაცვას. კეთილშობილებაზე ორიენტირებული ცხოვრება სიმშვიდესა და ნდობას მოაქვს მომავლის მიმართ, რომელიც ამ მიწიერ არსებობას ცდება. სწრაფი გამდიდრების საფრთხე. ერთგული კაცი კურთხევით იქნება სავსე, ხოლო ვინც გამდიდრებას ჩქარობს, დაუსჯელი არ დარჩება. იგავები 28:20. იგავების ავტორი სოლომონი ყურადღებას ამახვილებს სიმდიდრის ეთიკურ მხარეზე. სწრაფი ფულის სურვილი ხშირად იწვევს ადამიანებს სინდისის დარღვევისკენ, საეჭვო სქემებში ჩართვამდე ან სხვების ექსპლუატაციამდე. სიმდიდრისკენ სწრაფვა სიხარბის სიმპტომია, რომელიც აბრმავებს და ართმევს ადამიანს განსჯის უნარს. როდესაც ყურადღება მოგების სისწრაფეზე გადადის, პატიოსანი შრომისა და მოთმინების ღირებულება უფასურდება. ბიბლიაში მოხსენიებული სასჯელი ყოველთვის არ არის მყისიერი იურიდიული განაჩენი. ეს შეიძლება იყოს რეპუტაციის, ოჯახის ან საკუთარი ფსიქიკის განადგურება არაკეთილსინდისიერად შეძენილი სიმდიდრის სიმძიმის ქვეშ. ამის საპირისპიროდ ერთგული კაცი არის ის, ვინც სანდოაწვრილ მანებში, რომელიც თანდათან და პატიოსნად აშენებს თავის სიმდიდრეს. ასეთ სიმდიდრეს თან ახლავს კურთხევა, ანუ შინაგანი სიმშვიდე და სინდისის ქენჯნისგან თავისუფლება. ბიბლია მოუწოდებს შრომის მოყვარეობისკენ, მაგრამ აფრთხილებს აზარტული თამაშებისა და სუპერმოგებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულების წინააღმდეგ. ვალი და თავისუფლება. მდიდრები ბატონობენ ღარიბებზე და მსესხებელი ხდება კრედიტორის მონა. იგავები 22:7. ეს წმინდა წერილში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული გაფრთხილებაა. ვალი განიხილება არა მხოლოდ როგორც ფინანსური ვალდებულება, არამედ როგორც მონობის ფორმა. სესხის ამღების ღუდავს თავის მომავალ შესაძლებლობებს და თავს დამოკიდებულს ხდის სხვა ადამიანის ან ორგანიზაციის ნებაზე. ძველ სამყაროში ეს ხშირად სიტყვასიტყვით მონობას იწვევდა, თანამედროვე სამყაროში ის ვალის მონობაში გადაიზრდება, რაც კარნახობს, სად იმუშაო და როგორ იცხოვრო. ბიბლია მოუწოდებს ფინანსურ პასუხისმგებლობას და წინდახედულებას. მიუხედავად იმისა, რომ სესხება მკაცრად აკრძალული არ არის, ის აღწერილია, როგორც საშიში ტერიტორია. თავისუფლება რწმენის ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება, ხოლო ვალი ნებაყოფლობითი მონობაა. სიბრძნე მდგომარეობს საკუთარი საშუალებებით ცხოვრებასა და იმ ტვირთის თავიდან აცილებაში, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს ღვთისნების შესრულებაში ან უბრალოდ ცხოვრებით ტკბობაში. კრედიტორის მონა ყოფნა ნიშნავს სიმშვიდის დაკარგვას და საკუთარი რესურსების საკუთარი შეხედულებისამებრ მართვისუფლების დაკარგვას. სიმდიდრე საჩუქარი და პასუხისმგებლობაა. და თუ ღმერთმა ვინმეს მისცა სიმდიდრე და ქონება და მისცა მას მათი გამოყენების უფლება მოსილება. ეს ღვთის საჩუქარია. ეკლესიასტე 5:18. ეს ციტატა აბალანსებს ასკეტურ შეხედულებებს. ბიბლია აღიარებს, რომ კეთილდღეობა შეიძლება იყოს ღვთის კურთხევის შედეგი. საკუთარი შრომის ნაყოფით ტკბობის უნარიც ხელოვნებაა. ღმერთს არ სურს, რომ ადამიანები მუდმივ სიდუხჭირესა და ტანჯვაში ცხოვრობდნენ, ის არის ყველა კურთხევის მომცემი. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი პირობა, მათი გამოყენების უფლება მოსილება. ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ ვერ სარგებლობს მისით შიშის, სიხარბის ან ცუდი ჯანმრთელობის გამო. აქ მთავარია ღვთის უზენაესობის აღიარება. თუ მჯერა, რომ ყველაფერი მთლიანად ჩემით მოვიპოვე, ვამაყობ. თუ მესმის, რომ შესაძლებლობები და შესაძლებლობები ზემოდან არის მოცემული, მადლიერი ვხდები. სიმდიდრე როგორც საჩუქარია, ასევე მოაქვს პასუხისმგებლობა. ის მოცემულია არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ მართვისთვისაც. ნებისმიერი სხვა ნიჭის მსგავსად მატერიალური რესურსების ხვებისთვის სასარგებლო უნდა იყოს. ქონებით ჭეშმარიტი ტკბობა მაშინ მოდის, როდესაც ისინი გონივრულად და მადლიერი გულით გამოიყენება. გულუხობა და გამრავლება. მოწყალე სული გამდიდრდება და ვინც სხვებს ვრწყავს, თვითონაც მორწყული იქნება. იგავები 11:25. ბიბლია პარადოქსული პრინციპით მოქმედებს, მისაღებად უნდა გასცე. ამ ქვეყნიური ლოგიკა ამბობს, შეაგროვე და შეინახე, ხოლო ღვთის ლოგიკა ამბობს, დათესე და გაიზიარე. აქ გულუხობა აღწერილია არა როგორც დანაკარგი, არამედ როგორც სულიერი და მატერიალური განახლების საშუალება. სული აივსო, რადგან გაცემის აქტი ადამიანს ათავისუფლებს ნაკლებობის შიშისა და ეგოცენტრიზმისგან. გაცემის ეს პრინციპი ფსიქოლოგიისა და რწმენის დონეზე მოქმედებს.
ადამიანი, რომელიც სხვებს ეხმარება, საკუთარ თავში ნდობისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს ქმნის. რთულ დროს ისინი თავად იპოვიან დახმარებას. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გულუხობა გვაქცევს ღმერთთან მსგავსებად, რომელიც გულუხვად და უსაყვედუროდ გასცემს. ხარბი ადამიანი ყოველთვის გრძნობს ნაკლებობას, რაც არ უნდა ბევრი ჰქონდეს. გულუხვი ადამიანის სიუხვის განცდით ცხოვრობს, რადგან მისი წყარო მისი საფულე არ არის, არამედ რწმენა იმისა, რომ სიკეთე ყოველთვის ბრუნდება. ფულზე დაყრდნობის ამავეება. ვინც თავის სიმდიდრეს ენდობა და ეცემა, მართალი კი ფოთოლივით აყვავდება. იგავებით 11:28. ნდობა ნდობის საკითხია. რას ვეყრდნობით კრიზისის დროს? თუ ჩვენი ცხოვრების საფუძველი ჩვენს ანგარიშებში არსებული რიცხვებია, მაშინ ნებისმიერი ეკონომიკური აჯანყება ამ საფუძველს დაანგრევს. სოლომონი ასეთ ადამიანს ადარებს დაცემულს. ფული ცუდი საყრდენია, რადგან ის ცვალებადი და ცვალებადია. ის შეიძლება გაქრეს ინფლაციის, ავადმყოფობის ან სასამართლო დავების გამო. მართალი კი მწვანე ფოთოლს ადარებენ. მათ სიცოცხლეს ფესვი ღმერთი კვებავს. ფოთოლი მწვანე ხდება, რადგან ხესწყალზე წვდომა გვალვის დროსაც კი აქვს. ეს შინაგანი მდგრადობის მეტაფორაა. ფინანსურ კონტექსტში მართალი ყოფნა ნიშნავს ბიზნესის პატიოსნად წარმართვას და მარადიულ ღირებულებებზე დაყრდნობას. ასეთი ადამიანი არც დანაკარგებით იტანჯება და არც მოგებით ამაღლდება. მისი სტაბილურობა მატერიალური სამყაროს მიღმაა, რაც მას გაცილებით ძლიერს ხდის, ვიდრე ნებისმიერ მილიონერს, რომელიც ბაზრის კრახის შიშით ცხოვრობს. კმაყოფილება როგორც დიდი მონაპოვარი. დიდი მონაპოვარია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად, რადგან არაფერი მოგვიტანია ამ ქვეყნად და ცხადია, რომ ვერაფერს წავიღებთ იქიდან. 1 ტიმოთე 6:6-7. აქ წარმატების უნიკალურ ფორმულას გვთავაზობენ, ღვთისმოსაობა პლუს კმაყოფილება უდრის დიდ მონაპოვარს. სამყაროში, სადაც მარკეტინგი გამუდმებით გვარწმუნებს, რომ რაღაც გვაკლია, კმაყოფილება რევოლუციური მდგომარეობაა. ეს არ არის სიზარმაცე ან ამბიციის ნაკლებობა, არამედ ბედნიერების უნარი ჩვენს ამჟამინდელ ვითარებაში. ეს არის შინაგანი სიმშვიდე, რომელიც არ არის დამოკიდებული ახალი ტელეფონის ან მანქანის შეძენაზე. შეხსენება, რომ არაფერი შემოგვიტანია და არაფერი გამოგვიტანია, ფხიზლად ჟღერს. ჩვენ არ ვართ მფლობელები, არამედ ქონების დროებითი მმართველები. ყველაფერი, რაც გვაქვს, მოკლე დროით არის დაქირავებული ცხოვრებიდან. ამ ფაქტის აღიარება ხსნის ფლობის საჭიროების სტრესს. როდესაც ადამიანი კმაყოფილია იმით, რაც აქვს, ის ჭეშმარიტად მდიდარი ხდება, რადგან მისი მოთხოვნილებები არ აღემატება მის შესაძლებლობებს. ჭეშმარიტი სიმდიდრე არ არის ნივთების რაოდენობა, არამედ ზედმეტი ნივთების საჭიროების არარსებობა. დიდისა და მცირედის გამოცდა. ვინც მცირედში ერთგულია, დიდშიც ერთგულია, ხოლო ვინც მცირედში უსამართლოა, დიდშიც უსამართლოა. ლუკა 16:10. იესო ფინანსურ პატიოსნებას სულიერ სიმწიფეს უკავშირებს. ფული ხშირად მცირედ რამედ ხასიათის გამოცდად აღიქმება. თუ ადამიანი მზადაა მცირე თანხისთვის მოატყუოს ან უყურადღებოდ ეპყრობა სხვის ფულს, მას არ შეიძლება ინდოს სერიოზული ცხოვრებისეული ამოცანები ან სულიერი ლიდერობა. სიმდიდრე ჩვენი ერთგულების სავარჯიშო ადგილია. ბევრი ფიქრობს, როცა მილიონი მექნება, მაშინ გულუხვი და პატიოსანი გავხდები. მაგრამ ბიბლია საპირისპიროს ამბობს, ჩვევები ახლა ყალიბდება. ისინი, ვინც ვერ ახერხებენ მოკრძალებული შემოსავლის მადლიერებითა და პატივისცემით მართვას, კიდევ უფრო გახრწნილი გახდებიან მეტი ფულით, რადგან სიმდიდრე მხოლოდ აძლიერებს არსებულ ხასიათის თვისებებს. ფინანსები ლაკმუსის ტესტია, რომელიც ავლენს იმას, რაც სულის სიღრმეშია. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ცენტში პატიოსნებისკენ მისწრაფოდეთ, იმის გაგებით, რომ ღმერთი არ უყურებს რაოდენობას, არამედ პრინციპების ერთგულებას. შრომა, როგორც კეთილდღეობის საფუძველი. მონდომებულის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი ხარკის ქვეშ იქნება. იგავები 12:24. ბიბლია შორს არის სასწაულების პასიურად მოლოდინისგან. ის აქებს შრომასა და მეწარმეობას. წმინდა წერილში კეთილდღეობა ხშირად პირდაპირ კავშირშია გულმოდგინებასა და დისციპლინასთან. ხარკის ქვეშ ყოფნა ნიშნავს დამოკიდებული იყო, დამონებული და მუდმივად ცდილობდე ჩამორჩენის დაჭერას. სიზარმაცე აღწერილია არა მხოლოდ როგორც დეფიციტი, არამედ როგორც დეგრადაციისა და სიღარიბისკენ მიმავალი გზა. მონდომება არ არის უბრალოდ შრომის მოყვარეობა, ეს არის გონების თვისება, დეტალებისადმი ყურადღება და შეუპოვრობა. ღმერთი აკურთხებს ადამიანის ხელების შრომას, მაგრამ ის მოელის, რომ ეს ხელები დაკავებული იქნება.
ქრისტიანული შრომის ეთიკა გულისხმობს, რომ ჩვენ მუშაობთ როგორც უფლისთვის, ანუ უმაღლესი ხარისხითა და თავდადებით. პატიოსანი და მუდმივი შრომით მიღწეული კეთილდღეობა მოაქვს კმაყოფილებას და სოციალურ გავლენას ოსტატობას. ეს არის მოწოდება ვიყოთ შემოქმედნი და არა მხოლოდ მომხმარებლები, ჩვენი ნიჭის გამოყენებით ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს გასაუმჯობესებლად.